სპორტი ბევრისთვის მხოლოდ გართობაა, ზოგისთვის სტატისტიკა. ჩემთვის კი ის არის უხილავი ძაფი, რომელიც ყველა ჩემს ასაკს ერთმანეთთან აკავშირებს. ეს ძაფი ჯერ კიდევ მაშინ გაიგო, როდესაც ბავშვობაში პაპაჩემი 1964 წლის ოქროს მატჩის ამბებს მიყვებოდა, რომელსაც თავად რადიოში უსმენდა. მაშინ ვერც კი ხვდებოდი, როგორ ხდებოდა ტაშკენტში გატანილი გოლები ჩემი ცხოვრების ნაწილი. შემდეგ იყო მამაჩემის მიერ მოყოლილი 82 და 86 წლების მუნდიალები, მისი ბავშვური ემოციები, რომლებიც ჩემსაც გაუიგივე. შემდეგ იყო ბაბუს ნაჩუქარი ბურთი. რამდენიმე წლის წინ გავიგე, რომ ყველაზე ცნობილ საფეხბურთო ბურთს თურმე ტელსტარი ქვია, თუმცა ჩემთვის ის სიცოცხლის ბოლომდე ილობაბუს ბურთად დარჩება. 2009 წლის 1 სექტემბერია. ჩემი პირველი სასკოლო დღისთვის ვემზადებით. მთელი თბილისის საკანცელერიო მაღაზიები მოვიარეთ მე და დედამ. ვიყიდეთ როეულები, კალმები, ფერადი ფანქრები და ფლომასტერები. მხოლოდ ერთი რამ დარჩა, დღიური. მახსოვს ქაროსლის ერთ-ერთ პატარა მაღაზიაში შევედით. გამყიდველა გოგონამ ორი დღიური მაჩვენა და ჩემ გადაწყვეტილებას დაებოდა. მარჯვნივ რეალში ახლად გადასული კრისტიანო რონალდო იყო, ჯერ კიდევ მანჩესტერის ფორმით, მარცხნივ კი ბარსელონას ახალგაზრდა ვარსკვლავი ლიონელ მესი, რომელსაც ახალი დასრულებული ჰქონდა ტრიუმფალური ტრიპლეტის სეზონი და თავისი პირველი ოქროს ბურთისკენ თავდაჯერებული ნაბიჯებით მიდიოდა. კარგ ხანს ვიდექი გამოზრევლად. ფიქრის წუთები ჩემთვის დაუსრულებლად გაიწელა. ბოლოს ხელი მარცხნივ გავიშვირე და მესის დამოსახულებიანი დღიური ავირჩიე. მაშინ ვერც კი ვიაზრებდი, რომ ამ უბრალო ნიუტმა ჩემს ცხოვრებას სრულად ახალი ფერი შესძინა. სწორედ ამ დღიურმა შემოყვარა ფეხბურთი და საბოლოოდ ჩამომიყალიბა საფეხბურთო გემოვნება. მან მაჩუქა ათასობით დაუვიწყარი მომენტი, უამრავი სიმწრისა თუ სიხარულის წრემლი. ამ დღიურმა შემოყვარა ლიონელ ანდრეს მესი კუჩიტინი. ლეომ შემოყვარა ბარსელონა, ხოლო ბარსელონამ ფეხბურთი, რომელიც დღეს ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მე კი სტადიონთან ახლოს ცხოვრობთ. ამიტომ ხშირად დავდიოდით ისეთ თამაშებზე, რომელსაც მარტო სპორტსმენების ახლობლები თუ ესწრებოდნენ. ერთხელ მე და პაპა საქართველოსა და ესტონეთის 15 წლოვანთა ნაკრებების თამაშზე ვიყავით. მატჩის საყურებლად მხოლოდ VIP ლოჯა იყო გახსნილი. ერთ-ერთ ფეხბურთელის მშობელმა პაპა როგორც ჩანს საფეხბურთო ფუნქციონერად მიიჩნია და მთელი მატჩის განმავლობაში უქებდა ჩვენი გუნდის მე-16 ნომერს, რომელიც მარცხენამცველად თამაშობდა. სამწუხაროდ იმ ბიჭმა დიდი ფეხბურთი ვერ ითამაშა. ეს უკვე ძალიან სასაცილო თამაშია. აქ უკვე შედარებით მეტნი ვიყავით, თუმცა სტადიონზე ყოფნის გამო საუკუნოვანი ქართული სპორტული მინის დაბადება გამოვტოვა. კიტაიშვილი არის ბურთთან. ერთი 0. ძალიან ზუსტად, ძალიან კარგად შეასრულა კიტაიშვილმა ეს პენალტი და უკვე თამაშის მეოთხე წუთზე საქართველოს ნაკრები დაწინაურდა კიტაიშვილის მიერ გატანილი გოლის წყალობით. დიეგო ჟოტა, პორტუგალის ნაკრების მე-18 ნომერი, პაკოშ ფერეირას ღირსებას იცავს. აქ მე მინდა ბოდიში მოუხადო ტელემაყურებელს ანგარიში პორტუგალიელებმა გახსნეს. 2012 წლის ზაფხული ჩემს მეხსიერებაში განსაკუთრებულია. მაშინ სულ რაღაც 9 წლის ვიყავი და კარგად მახსოვს ის წარმოუდგენელი ემოცია, რომელიც ლაშაშავდა თუ აშუმა მომანიჭა. როცა ლონდონის სტადიონზე 20 წლის ბიჭმა ზეზე დაამარცხა ჯუდოს ლეგენდები და ოქროს მედალი მოიპოვა, ჩემთვის როგორც ბავშვისთვის ეს ნამდვილი შოკი იყო. ეს იყო მომენტი, როცა გავიაზრე, რომ მსოფლიოში საუკეთესო, ყველაზე ძლიერი და გამორჩეული სპორტსმენი შეიძლება ქართველი იყოს. სწორედ მაშინ ვიხვდი, რომ სპორტი არაა მხოლოდ სანახაობა, არამედ ეროვნული თავმოყარეობისკენ მიმავალი ყველაზე მოკლე გზაა. 2015 წელს ჩემს ქალაქში ჩემი საყვარელი გუნდი ჩამოვიდა. ზაფხულის პაპანაკების სიცხეში პაპა 2 დღე იდგა რიგში, რათა ამ თამაშზე წავსულიყავი. იმ დღეს ჩემს მშობლიურ სტადიონზე ჩემი საყვარელი გუნდის მიერ მოგებული ევროთასი ვნახე. მთელი ჩემი გულშემატკივრული კარიერა მხოლოდ ამ დღე დღირდა. ალბათ ვერასდროს ვფიქრებდი, რომ მოდესმე სუმოს უყურებდი. ეს ჩემთვის ზედმეტად ჩორეული, უცხო და გაუგებარი სამყარო იყო. მაგრამ სპორტს ასეთი მარტივი თვისება აქვს. ის პოულობს გმირებს, რომლებსაც ხანდახან შეუძლებელიც კი შეუძლიათ. ჩემთვის ასეთი გმირი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი აღმოჩნდა. მახსოვს პერიოდი, როცა ჩემი და ათასობით ქართველი ძილა იაპონიიდან მიღებული ახალი ამბით იწყებოდა. და აი ერთ დღესაც ის ბიჭი, რომელიცაც სულ მოადრე მხოლოდ 2 მსუქანი კაცის ერთმანეთთან შეჯახება იყო, თბილისის აეროპორტში იდგა და სხვა გულშემატკივრებთან ერთად იმპერატორის თასის მფლობელს ელოდებოდა. იმ დღეს საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ სპორტი არ არის მხოლოდ ბურთი ან ტატამი. სპორტი არის ემოცია, რომელსაც დედამიწის მეორე მხარეში მყოფი ერთი ადამიანი ან ერთი მოვლენა შენ სახლში აჩენს. სკოლაში ყველა მიცოდა ჩემი დამოკიდებულება სპორტისა. მე-7 კლასში, როდესაც ინგლისურის გაკუთილზე მე და ჩემი კლასელები ფეხბურთზე ვსაუბრობდით, მასწავლებელმა ირონიით მითხრა: "შოშიტაშვილი, შენგან კომენტატორის მეტი მაინც არაფერი არ გამოვა." ამან დამაფიქრა და რამდენიმე დღიანი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, როცა გავიზრდებოდი, აუცილებლად კომენტატორი უნდა გამოვსულიყავი. მოვიდა 2021 წელი და უნივერსიტეტში ჩაბარების დროც. ამ დროს უკვე მყარად ვიცოდი, რომ სპორტულ ჟურნალისტიკაზე მინდოდა სწავლა. თუმცა ცივი წყალი გადამისხა, როცა გავიგე, რომ არც ერთ უნივერსიტეტში არ არსებობდა ცალკეული ფაკულტეტი ამ მიმართულებით. საბოლოოდ არჩევანი მაინც კლასიკურ ჟურნალისტიკაზე შევაჩერე და TSU-ში ჩავირიცხე. ალბათ ცხოვრებაში საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღე. TSU-ში პირველად ნახე სპორტზე ჩემსავით გაგიჟებული ხალხი. ყველას ერთი და იგივე მიზანი გვამოძრავებდა. გამختარიყავით სპორტის ჟურნალისტები და სპორტისთვის ის ვალი დაგვებრუნებინა, რაც მან ჩვენ ცხოვრებაში გასწია. ჩვენი პატარა პროდაქშენიც შევქმნით. ბადე სპორტი.
ჩვენი პირველი სტატიები, სიუჟეტები და ინტერვიუები სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება. მაშინ მივხვდით, რომ მოცნებამდე მიმოვადი გზა არა მარტო სურვილზე, არამედ შრომაზეც გადის. სპორტი ერთდროულად ჩემი პროფესია, ჰობი და ყოველდღიურობაა. ის არის ხიდი წარსულსა და მომავალს შორის. ენა, რომელზეც ლაპარაკი მამამ და პაპამ მასწავლეს და რომელზეც სამწუხაროდ ბაბუასთან საუბარი ვერ მოასწარი. ეს არის საერთო ემოციო, რომელსაც 1964 წლის ოქროს მატჩიდან ბადესპორტის შექმნამდე მიგიყვანა. სპორტი ჩემთვის ყველაფერია. ეს არ არის მხოლოდ თამაში მოედანზე. ეს არის გზა, რომელმაც საკუთარი თავი მაპოვნია. მასწავლა ბრძოლა, გამარჯვების ფასი და რაც თავარია, მომცა საშუალება ჩემი ბავშვობის ოცნება. ევროპულ საფეხბურთო სამყაროსთან პირადად გაცნობა რეალურად მექცია.